Რამოდენიმე წლის წინ ბანკში ბიზნეს სესხზე უარი მივიღე. ეს მეხუთე ბანკია ერთ კვირაში. საკრედიტო ოფიცერის ოთახიდან გამოსვლისას ფეხი წამოვკარი, ტელეფონი დამივარდა. გათხვდა. და ამ მომენტში რატომღაც ჩემი უთკბილესი ბებოს ერთი ფრაზა გამახსენდა. ძილი ვერ გადაგარჩენს თუ სული დაღლილი გაქვს. წელიწად ნახევრის შემდეგ დავბრუნდი იმავე ბანკში, უკვე როგორც ბიზნესის მფლობელი. კორპორატიული ანგარიშის გასახსნელად. ეს ჩემი ამბავი ინსტაგრამიდან იაფფასიან მოტივაციას გავს. მაგრამ არის დეტალი, რომელიც ყველაფერს ცვლის. იმ დროს არანაირი სამოტივაციო წიგნები არ მქონდა წაკითხული. არც ტრენინგებზე ვიყავი ნამყოფი. უბრალოდ გავიხსენე ფრაზა ჩემი ბებიისგან, რომელმაც 94 წელი იცოცხლა და ბოლო დღემდე ამზადებდა ჯემს გასაკიდად. დღეს მე მოგიყვები 5 ფრაზაზე, მაგრამახლავე გაფრთხილებ თუ ჯადოსნურ აპს ელოდები, გამორთე ვიდეო. ეს მეთოდი მუშაობს მხოლოდ მათთვის, ვინც მზად არის საკუთარ თავზე შეამოწმოს უხერხული ჭეშმარიტება. ჩვენ თვითონ ვაპროგრამებთ ჩვენს რეალობას, ხოველი წარმოთქმული სიტყვით და უმეტესობა ამას საშინლად არასწორად აკეთებს. დავიწყოთ ექსპერიმენტით. დააპაუზე ვიდეო და გაიხსენე, ოღონდ გულწრფელად. რას პასუხობ კითხვაზე, როგორ ხარ? გაიხსენე. დარწმუნებული ვარ არის რაღაცა სერიიდან. ნორმალურად, კარგად, არ ამიშავს, ვეცვალებით ცხოვრებას და ასე შემდეგ. იცი ამით რას ამბობ სინამდვილეში. ვთარგმნოთ ქვეცნობიერის ენიდან. მე ვირჩევ ნაცრის ფერს, მე ვაბანდებ უღიმღამობაში, მე ხმას ვაძლევ სტაგნაციას. ახლა წარმოიდგინე, რომ ამას კვირაში 10-15 ჯერ ამბობ. თვეში 40 ჯერ, წელიწადში 600 ჯერ. შენ ფაქტიურად ახიპნოზებ საკუთარ თავს ნორმალურობაზე და შემდეგ გაკვირვებული ხარ, რატომ არის ცხოვრება ასეთი უინტერესო. პირველი ფრაზა იდიოტურად მარტივად ჟრერს. ყველაფერი უკეთესადაა. ვგრძნობ შენს სკეპტიციზმს, მაგრამ მე არ გთავაზობ გახდე ტოქსიკურად პოზიტიური ადამიანი, რომელსაც ყველა გაურბის. არის ნიუანსი, რომელიც მთელ თამაშს ცვლის. 1960-იან წლებში იაპონიაში მუშაობდა სონის ქარხანა, სადაც რაღაც უცნაური ხდებოდა. შრომის თანაბარ პირობებში ერთ საამქროში პროდუქტიულობა 40%-ით მეტი იყო. გაგზავნეს კომისია. ხელფასები ერთნაირია, აღჭურვილობაც, შესვენებებიც. რა არის საიდუმლო? აღმოჩნდა, რომ საამქროს უფროს ტაკეში-სანს ერთი წესი ჰქონდა. დილის თათბირზე, კითხვაზე კეთილდღეობის შესახებ ყველა პასუხობდა, ყველაფერი უკეთესადაა. თავიდან აიძულებდა, შემდეგ ჩვევად აქცია. კომისიამ გაიცინა, მაგრამ 1 წლის შემდეგ ეს ხერხი მთელ კომპანიაში დაინერგა. ტაკეში-სანი მოგვიანებით ხსნიდა, როდესაც ადამიანი ამბობს დავიღალე, მის სხეულს ეძლევა დაღლილობის ნებართვა. როდესაც ამბობს ყველაფერი კარგადაა, სხეული ეძებს რესურსებს, რათა შეესაბამებოდეს პატრონის სიტყვებს. პრაქტიკა ასეთია. ერთი კვირა უპასუხე ყველაფერი უკეთესადაა ნებისმიერ კითხვაზე, მაგრამ ყურადღება მიაქციე. წარმოთქვა ყოველ ჯერზე სხვადასხვა ინტონაციით. ორშაბათს დილით დაღლილად, ოთხშაბათს ნეიტრალურად, პარასკევს მსუბუქი გაკვირვებით. თითქოს შენ თვითონ არ გესმის, რატომ ხდება ყველაფერი ნამდვილად უკეთესი. იცი რა მოხდება? პირველი 2 დღე ხალხი უცნაურად შემოგხედავს. მესამე დღეს დაიწყებენ კითხვას. რა მოხდა? შეგიყვარდა? დაგაწინაურეს? კვირის ბოლოს ვინმე აუცილებლად გთხოვს ასწავლო შენი საიდუმლო, თუცა საიდუმლო არ არსებობს. შენ უბრალოდ შეწყვიტე პრობლემების რეკლამირება და დაიწყე ინვესტირება წარმატებაში ყოველი სიტყვით. მეორე ფრაზა სოფლიდან მოდის. ჩემი მეზობელი, სლავური წარმოშობის ბებო, რომელმაც 2 ომი და შიმშილი გადაიტანა, ნებისმიერ უსიამოვნებაზე ამბობდა. ყველაფერი ფულისთვისაა. მურაბიანი კილა გატყდა ფულისთვის. საკერავი მანქანა დაზიანდა ფულისთვის. ძროხა დაავადდა ფულისთვის. მეზობლებს ეგონათ ჭკუიდან გადავიდაო, მაგრამ 80 წლის ასაკში
სოფელში ყველაზე მყარი სახლი და ყველაზე მეტი რძის მომცემი ძროხა მას ჰყავდა. თანამედროვე ფსიქოლოგებმა მოიგონეს ჭკვიანური სიტყვა reframing-ი, ანუ აღქმის ჩარჩოს შეცვლა. მაგრამ ჩვენი ბებიები ამას ყოველგვარი ტერმინების გარეშე აკეთებდნენ. მათ ინტუიციურად გაიგეს, რომ ენერგია, რომელსაც წუწუნში ხარჯავ, შეიძლება პრობლემის გადაჭრას ან ისევ წუწუნს მოხმარდეს. არჩევანი შენზეა. ერთ-ერთმა მეწარმემ ეს იდეა აბსოლუტურამდე მიიყვანა. მან Excel-ში თვის შეცდომების ცხრილი გააკეთა. მარცხნივ რა გაფუჭდა ან არასწორად წავიდა. მარჯვნივ რამდენი გამოიმუშავა. 2 წლის განმავლობაში სტატისტიკა დააგროვა. შემთხვევების 73%-ში პრობლემის შემდეგ ფული მოდიოდა. თანაც ხშირად სწორედ პრობლემის წყალობით. მანქანა გაფუჭდა, კლიენტი ავტოსერვისში გაიცნო. მეზობლებმა დადბორეს, რემონტის დროს ახალი პროდუქტის იდეა მოუვიდა. დამთხვევა გონია, სწორედ აქ არის ყველაზე საინტერესო. მან ცხრილი მეგობარს აჩვენა. მანაც იგივეს კეთება დაიწყო. პროცენტი 30-მდე დაეცა. გაინტერესებს რატო? მეგობარი იწერდა, მაგრამ არ სჯეროდა. ამბობდა, ყველაფერი ფულისთვისაა, კბილების ხსჭენით. თითქოს აძალებდნენ უმარილო კერძის ჭამას. თავარი ინტონაცია. წარმოთქვიეს როგორც აშკარა ფაქტი. არც იდიოტის ახტაცებით, არც ცინიკოსის სარკაზმით. უბრალოდ კონსტატაცია. როგორც წყალის სველია, ან ზამთარში ცივა. ტელეფონი გათხდა, ყველაფერი ფულისთვისაა. დააგრძელებ ცხოვრებას ტანჯველი პაუზების გარეშე. მესამე ფრაზა მოწინავეებისთვისაა. მადლობა გაკვეთილისთვის. ახლავე ვიტყვი, რომ ეს ყველაზე რთულია 5-დან, რადგან წარმოთქმა იმ მომენტებში გიწევს, როცა მთელი სამყარო ჯანდაბაში გინდა გაგზავნო. მარკუს ავრელიუსი, რომაელი იმპერატორი და ფილოსოფოსი, დრიურს აწარმოებდა არა გამოსაქვეყნებლად, არამედ საკუთარი თავისთვის. იქ არის ჩანაწერი. ის, რაც შენ თავს ხდება, მარადისობიდან შენთვის იყო გამზადებული. მიზეზების გადაჯაჭვამ თავიდანვე შენი არსებობა ამ მოვლენას დაუკავშირა. ლამაზი ფრაზაა. ახლა კი კონტექსტი. მან ეს დაწერა ჯირის ეპიდემიის დროს, რომელმაც მისი ლეგიონების მესამედი იმსხვერპლა და იმ დღეს, როდესაც საუკეთესო მეგობრის ღალატის შესახებ შეიტყო. 2000 წლის შემდეგ ვიქტორ ფრანკლმა, რომელმაც 4 საკონცენტრაციო ბანაკი გაიარა, დაწერა. ადამიანზე ყველაფრის წართმევა შეიძლება, ერთის გარდა. თავისუფლებისა, აირჩიოს საკუთარი რეაქცია იმაზე, რაც ხდება. რეალური მაგალითი. ქმარი 15 წლიანი ქორწინების შემდეგ წავიდა, კლასიკურად ახალგაზრდასთან. პირველი იმპულსი, შურის ძიება, ყველაფრის წართმევა, მისი ცხოვრების ჯოჯოხეთად გადაქცევა. მეგობარმა ფსიქოლოგმა ურჩია ტექნიკა. ყოველ დილით გაღვიძებისთანავე ეთქვა მადლობა გაკვეთილისთვის და ჩაეწერა თუ რას ასწავლის ეს სიტუაცია. პირველ კვირას ერთ სიტყვას წერდა: ტკივილს, დამცირებას, მარტოობას. მეორე კვირას დაიწყო შეცვლა, დამოუკიდებლობა, გადაფასება, გათავისუფლება. ერთ თვეში დაწერა მადლობა ხელახლა დაწყების შესაძლებლობისთვის. 6 თვეში ძვირფასი ადამიანი გაიცნო. ამბობს, რომ არა განქორწინება იმ ტოქსიკურ რუტინაში ჩავიხარშებოდის სიცოცხლის ბოლომდე. ახლა 3 წლის შემდეგ ყოფილისთვის მადლობის წერილის გაგზავნა უნდოდა, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. ტექნიკა პაუზის საშუალებით მუშაობს. მოხდა საზიზგრობა. გაჩერდი. ამოისუნთქე. მადლობა გაკვეთილისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ დაუსვი საკუთარ თავს კითხვა. რას მასწავლის ეს? პასუხს მაშინვე ვერ იპოვი და ეს ნორმალურია. ტვინი ფონურ რეჟიმში მოძებნის. ზოგჯერ პასუხი მოდის კვირაში, თვეში, წელიწადში, მაგრამ ის ყოველთვის მოდის. მნიშვნელოვანია, რომ წმინდანის როლის თამაში არ არის საჭირო. შეგიძლია ყველა ჯანდაბაში გაგზავნო, იტირო, ბალიში სცემო, შემდეგ კი, როდესაც ემოციები ჩაცხრება, მადლობა გადაუხადე გაკვეთილისთვის. ეს არ არის ემოციების გაუქმება,
ეს არის არჩევანი, რა უნდა გააკეთო მათ შემდეგ. მეოთხე ფრაზა ჯიუტებისთვისაა. მე ვიპოვი გზას. ედისონის არქივებში იპოვეს ჩანაწერი, სადაც ერთი გვერდი 1000 ჯერ იყო გადახაზული. I will find a way. მე ვიპოვი გზას. ეს იყო იმ დღეს, როდესაც მან ნათურის მოქმედი ვერსია 10000 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შექმნა. ედისონი გენიოსი იყო, ითქვია შენ და მართალიც იქნები, მაგრამ აი უფრო მარტივი ამბავი. უსაყვარლესი გოგონა ქუთაისიდან, დიზაინერი. 2 წელი ვერ პოულობდა სამსახურს. პორტფოლიო თითქოს კარგია, გამოხმაურებებს აგზავნის, გასაუბრებაზე იბარებენ და ყოველ ჯერზე უარი. მორიგი წარუმატებლობის შემდეგ ფსიქოლოგმა ურჩია, რომ არ გამომდის ნაცვლად ეთქვა: მე ვიპოვი გზას. თავიდან ბრაზობდა, რა გზა თუ ყველგან უარს მეუბნებიან, მაგრამ ის ჯიუტია. დაიწყო ამის მანტრასავით გამეორება. და იცი რა მოხდა? მან შეწყვიტა ლოდინი, რომ აიყვანდნენ. დაიწყო გზის ძებნა. ტელეგრამში შექმნა არხი დიზაინერებისთვის უფასო შაბლონებით. თვეში 5000 გამონწერი. კომპანიებმა თავად დაიწყეს წერა წინადადებებით. ახლა ირჩევს შეკვეთებიდან. ხრიკი გრამატიკაშია. მე ვიპოვი და არა, მე ვეცდები ვიპოვო. ფრაზები როგორებიცაა: ვერ ვიპოვე, არ მაქვს იმედი რომ ვიპოვი, არის მტკიცება, როგორც მერსუნთქავან მე მივდივარ, ტვინი ამას აღიქვამს როგორც ბრძანებას, რომელიც არ ექვემდებარება განხილვას. სამხედრო ფსიქოლოგები იყენებენ მსგავს ტექნიკას. როდესაც მებრძოლი უიმედო სიტუაციაშია, მას აიძულებენ თქვას: მხოლოდ მე ვიპოვი გზას. კრიტიკულ სიტუაციებში გადარჩენის სტატისტიკა მათთვის, ვინც ამ ფრაზას იყენებს, 60%-ით მაღალია. პრაქტიკა. აირჩიე ერთი ამოცანა, რომელსაც თვეების განმავლობაში აჭიანურებ. დაწერე ფურცელზე: მე ვიპოვი გზას ამ ამოცანის გადასაჭრელად. და კიდე თვალსაჩინო ადგილას. ყოველ ჯერზე, როცა ჩაივლი, წაიკითხე ხმამაღლა. ემოციების გარეშე, უბრალოდ წაიკითხე. ერთ-ორ კვირაში ტვინი დაიწყებს ვარიანტების შემოთავაზებას, ზოგჯერ ყველაზე იდიოტურის, მაგრამ მათ შორის იქნება ის, რომელიც იმუშავებს. მეხუთე ფრაზა. დეტონატორი. ახლა არის შესაფერი დრო. კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანის სიკვდილის პირას ნანობს არა იმას, რაც გააკეთა, არამედ იმას, რაც არ გააკეთა. უნდა მიმეღო გადაწყვეტილება. ღირდა ცდა. იაპონურ ენაში არის სიტყვა იჩიგო. ერთი შეხვედრა, ერთი შანსი. მომენტი, რომელიც აღარ განმეორდება. მაგრამ ჩვენ ისევ ცხოვრობთ, თითქოს მარადისობა გვაქვს რეზერვში. იმ თვიდან დავიწყებ დიეტას. ორშაბათიდან თავს დავანებებ მოწევას. აი, დავფარავ სესხს და საყვარელ საქმეს შეუდგები. ვიცნობ ქობულეთელ კაცს, რომელიც 15 წელი ოცნებობდა იახტით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე. აგროვებდა ფულს, სწავლობდა ენებს, მიიღო იახტის მართვის უფლება და ყოველ წელს პოულობდა გადადების მიზეზს. ხან ბავშვები პატარები არიან, ხან სამსახური, ხან მშობლების ჯანმრთელობა. 47 წლის ასაკში მიკროინფარქტი დაემართა. წელს ავადმყოფოში და ხვდება, რომ მთელი ცხოვრება მოგზაურობისთვის ემზადებოდა, მაგრამ დაავიწყდა მასში წასვლა. გამოეწერა და ცოლს უთხრა: ახლა არის დრო. მეუღლე კითხულობს: რისთვის? ის პასუხობს: ყველაფრისთვის, რასაც ვაჭიანურებდი. გაღიდეს აგარაკი, იყიდეს მეორადი იახტა. სოფლიოს გარშემო მოგზაურობის ნაცვლად ჯერჯერობით მხოლოდ თურქეთამდე მიცურეს. მაგრამ ის ამბობს, რომ ამ 3 თვემ ზღვაში უფრო მეტი მისცა, ვიდრე წინა 15 წლიანმა მომზადებამ. ხაფანგი იმაშია, რომ ჩვენ ველოდებით იდეალურ პირობებს, მაგრამ ისინი არ არსებობს. არასოდეს იქნება საკმარისი ფული, დრო, ძალა, ცოდნა. ფრაზა ახლა არის დრო აუქმებს ამ მოლოდინს. ის ამბობს: პირობები უკვე იდეალურია სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ არიან იდეალური. დაიწყე სისულელეებით. გინდოდა მეგობრისთვის დარეკვა, ახლა არის დრო. ფიქრობდი ექიმთან ჩაწერაზე, ახლა არის, პრინციპში ხვდები უკვე.
მიაჩვიე ტვინი იმას, რომ ამ ფრაზის შემდეგ მოქმედება მოხვება. არა ფიქრი, არა დაგეგმვა, არამედ მოქმედება. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რისთვისაც ამდენი მოგაცდინე. ეს 5 ფრაზა არ არის ჯადოსნური შელოცვები, არამედ პაროლები შენი საკუთარი ოპერაციული სისტემისთვის. თითოეული ჩვენგანის თავში მუშაობს პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში განმეორებებით არის დაწერილი. არ გამომივა, ძალიან რთულია, საკმარისად კარგი არ ვარ. ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ ამ ფონურ ხმაურს, მაგრამ სწორედ ის განსაზღვრავს ჩვენს გადაწყვეტილებას და მოქმედებებს. 5 ფრაზა. ეს არის კოდის გადაწერის საშუალება, მაგრამ არის პირობები, რომელზეც არავინ საუბრობს. მეთოდი მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ არ გახდები პოზიტიური აზროვნების ევანგელისტი. იმ წამს, როდესაც იწყებ ყველასთვის ჯადოსნური ფრაზების შესახებ მოყოლას, მაგია გვდება. იცი რატომ? იმიტომ რომ ძალა სიტყვებში არ არის. ძალა იმაშია, რომ შენ წყვეტ არ იყო ავტომატური რეაქციების მძევალი. ირჩევ პასუხს შეგნებულად, ყოველ ჯერზე. პრაქტიკული დავალება. არა 21 დღიანი, არამედ 40 დღე. რატომ 40? ამდენი დროა საჭირო მდგრადი ნეირონული კავშირის ფორმირებისთვის. აირჩიე 3 ფრაზა 5-დან, მხოლოდ 3, მეტად ნუ გაიფანტები. ყოველ დილით დაწერე ისინი ფურცელზე, მაგრამ არა უბრალოდ დაწერე, არამედ დახატე. პირველი, გამოკვეთილი ასოებით. მეორე, კალიგრაფიით. მესამე, როგორც ლოგო. ეს ააქტიურებს ტვინის სხვადასხვა ზონას. საღამოს კი აწარმოე მინი ანგარიში. ჩაიწერე წარუმატებლობები. ჩაიწერე მომენტები, როდესაც შეგეძლო ფრაზის თქმა, მაგრამ არ თქვი. ეს გამოტოვებული შესაძლებლობები შენი ზრდის წერტილებია. სწორედ იქ იმალება შენი ნამდვილი შიშები. 40 დღის შემდეგ მოხდება 1-1-3-დან. ან მიატოვებ ამას 1 კვირაში და ესეც შედეგია, ის მოგითხრობს შენს მზადყოფნაზე ცვლილებებისთვის, ან გააკეთებ მექანიკურად და არაფერი შეიცვლება, რადგან ტვინს ვერ მოატყუებ თვალთმაქცობით. ან აღმოაჩენ, რომ სამყაროს სხვა თვალით უყურებ, არა ვარდისფერი სათვალეებით, არამედ უბრალოდ სხვანაირად. და ბოლოს, ჩემი მეზობელი, რომელიც 87 წლისაა, გადაიტანა დევნილობა აფხაზეთიდან, დაკარგა ქმარი 40 წლის ასაკში, გაზარდა 3 შვილი, ატარებს ფორტეპიანოს გაკვეთილებს დღემდე. ვკითხე თუ რა დაეხმარა ამ ყველაფრის გადალახვაში. მან ჯერ გაიღიმა, მერე კი ასეთი რამ მითხრა. ომის წყალობით გავიგე პურის ფასი. დაქვრივების წყალობით ვისწავლე საკუთარ თავზე დაგრძნობა. სირთულეების წყალობით გავზარდე ძლიერი შვილები. ცხოვრება რომ ადვილი ყოფილიყო, ალბათ მოუკვდებოდი მოწყენილობისგან 50 წლის ასაკში. ისე ვიღიმის. შესაძლოა, მთელი საიდუმლო იმაშია, რომ იპოვო შენი ფრაზა, ის, რომელიც დაბრკოლებას საფეხურად აქცევს. შენ გაქვს 5 ვარიანტი დასაწყებად, მაგრამ ნამდვილი ფრაზა არის ის, რომელსაც შენ თვითონ აღმოაჩენ, როდესაც ცხოვრობ შენი ერთადერთი და განუმეორებელი ცხოვრებით. დაიწყე დღესვე. ბოლოს და ბოლოს, თუ არა ახლა, მაშ როდის? თუ არა შენ, მაშ ვინ? სწორედ ახლა არის დრო. მადლობა რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწელე არხი და გაააქტიურე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.